მონაწილეები ამ წუთებში ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები, თუმცა ზღვისპირა ქალაქში საპროტესტო აქცია დღეს ცოტათი ადრე დაიწყო. რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ის პირები, რომლებიც რამდენიმე დღეა უკვე ებრძვის რუსულ რეჟიმს, შეიკრიბნენ გამომცემლობა ბათუმელების ოფისთან, იმ ოფისთან, რომლის მენეჯერიც და დამფუძნებელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამომცემლობა ბათუმელების ოფისიდან დაიწყეს მსვლელობა სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, მოიარეს ბათუმის ცენტრალური ქუჩები და შემდეგ მოვიდნენ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ტრადიციულ შეკრების ადგილას. საპროტესტო აქციას რამდენიმე წუთის წინ შემოუერთდნენ ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, რომლებიც 12 დღის წინ დააკავა პოლიციამ და ისინი ფოთის საპატიმროში იხდიდნენ საშოს. ჩვენ ახლა შევეცდებით მათ გავესაუბროთ. ლუკა, რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდი ფოთის საპყრობილე და რო გითხრა, ისევ მოხვედი საპროტესტო აქციაზე, შენი მთავარი სათქმელი დღეს. დიახ, პირველ რიგში საკანში არ გვაკლდა მხნეობა იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ვიყოფებოდით დისოსებს მიღმა, ჩვენი გული აქ იყო ყოველდღიურად ამ მომიტინგეების გვერდით. ივანიშვილს უნდა რომ ეს თაობა შეაშინოს, იყენებს სხვადასხვა ხერხებს, სხვადასხვა ბერკეტებს ამისთვის. ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა კლანმა გააქრო ქვეყანაში პოლიცია, მასთან ერთად გააქრო სამართალის და ის ქართული საზოგადოება, რომელიც ახლა არის გაერთიანებული იდეის გარშემო, აუცილებლად გახდება იმის გარანტი, რომ ქვეყანაში აღდგება პოლიცია როგორც ღირსეული სტრუქტურა და მასთან ერთად აღვადგეთ სამართალსაც. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. მადლობა, გიორგისაც გავესაუბრები. გიორგი, რამდენიმე წუთის წინ დატოვე ფოთში საპყრობილე, რო გითხრა შენი განწყობა, ისევ მოხვედი საპროტესტო აქციაზე. სად დაგაკავეს და როგორ? ჩემი განწყობა როგორც ასეთი საბრძოლოა, რა თქმა უნდა, აბა ისე სხვა შემთხვევაში აქ ვერ ვიქნებოდი. ანუ რამდენიც არ უნდა ეცადო ბიძინა ივანიშვილო, ვერ დაგვაშინებ ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლობთ აქ და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლობთ აქ და ვერანაირად ვერ შეძლებთ ჩვენ დაშინებას. რაც შეეხება დაკავებას, აი ზუსტად ამ ადგილას დამაკავეს მაშინ, როდესაც მოხუც ადამიანს ვეხმარებოდი ფეხზე წამოდგომაში და ამ დროს მეცა ნიღბიანები და გამიტაცეს. ძალიან დიდი მადლობა. აქვე არის სინდისის პატიმრის ოჯახი, ზვიად ცეცხლაძის ოჯახი. მე შევეცდები გავესაუბრო მამას, ბატონო ზურა, რომ მითხრათ თქვენი აღდგომის მიზეზი, ბუნებრივია თქვენი მთავარი სათქმელი და თუ გქონდათ ბოლოს კონტაქტი ზვიადთან და რას ამბობს იგი? აღდგომის მიზეზი ლამის 54 დღეა თუ 13 დღეა. აღდგომის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში გაყალბდა არჩევნები, ხელისუფლება მიტაცებულია და დღეს ჩემს სამშობლოს ყავს არალეგიტიმური დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიაქანებს ნაცვლად ევროპისა, მიაქანებს რუსეთისაკენ. ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის და ყველა იმ ადამიანის თავარი სათქმელიც ის არის, რომ ქვეყანა დღეს არის დაღუპვის პირას. თუ ყველა არ გამოფხიზდა, თუ ხმა არ აიმაღლა, ძალიან მალე ყველა სანანებელი გაუხდება. სახლში ჯდომა, შვიდად ყოფნა და იმ სეირის ყურება, რასაც ისინი პროტესტის სეირის ყურება, ძალიან ძვირად დაუჯდება ყველას. აქედან გამომდინარე მინდა მოუწოდო, რომ თავარი სათქმელიც ეს არის. ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში შეუერთდეს პროტესტს. ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ვიდრე ესკალაცია ისეთ ზღვარზე არ მივა, რომ კანონგარეშე მოქმედებები არ დაიწყება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფარგლებში ვიდრე რჩება მოსახლეობა, ყველა უნდა გამოვიდეს, დადგეს და მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ეს არის თავარი სათქმელი ჩვენი. ძალიან დიდი მადლობა. საპროტესტო აქციაზე არის ასევე უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობლის დიშვილი. რო გითხრათ, მოკლედ თქვენი მთავარი სათქმელი. ჩემი მთავარი სათქმელი არის ეს ის, რომ მზიას უთხრათ, რომ გამაგრდეს, ძალიან გვიყვარს, ძალიან ამაყები ვართ მისი და ერთი წუთითაც არ იფიქროს არავინ, რომ ჩვენ ვინმე შეგვაშინებს. ჩვენ მზიას გაზრდილები ვართ, მისნაირი მაგრები ვართ, ძლიერები ვართ და ვერავინ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაგვაშინებს ვერანაირი მისი ქმედებით.
მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაგვაშინებს. აი ეს არის მთავარი სათქმელი საპროტესტო აქციის მონაწილეების, რომლებიც ტრადიციულად ბათუმში თბილისის პარალელურად ყოველდღიურად იკრიბებიან, ყოველდღიურად მოდიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ებრძვიან რუსულ რეჟიმს.